პირდაპირ ეთერში მუშაობას განაგრძობს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი სამზე სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად გამარჯობათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჭავებულ 10 მაღალჩინოსნას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. დაჭავებული არიან სოდისა და კუდის მაღალჩინოსნები, მათ შორის კუდის უფროსი ლევან ქარდავა, მისი მოადრილე ვახტანგ ბოჭორიშვილი. პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი და კიდევ რამდენიმე სამმართველოს ხელმძღვანელი. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადრილე თბილისის ვიცემერ შოთა ხიზიანიშვილსა და კუდის მაღალჩინოსან ვაჟა ლელუაშვილს მათ ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით საქალაქო სასამართლოდან ბრანცა პაპავაძე გვერდება. ბრანცა მოვდეს ალმებით რისმეთ. 5 საათიანი სხდომის შემდეგ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება სოდისა და კუდის მაღალჩინოსნებს, კერძოდ ესენი შვილი, ზალმა ისურაძე, ერმალო ზებანოიძე, ვასილ ჯამალაშვილი, ავთანდილ სოლომნიშვილი, გიორგი ჯავახიძე, ალექსანდრე ბორცვაძე, ბექა კვარაცხელი, ასევე დაკავებულებს შორის არიან კუდის უფროსი ლევან ქარდავა და თბილისის კუდის უფროსი გიორგი ყავლაშვილი. ლევან ქარდავას ბრალი ედება თავისუფლების უკანონო დაკკვეთაში, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და ტექნოლოგიების საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებაში. გიორგი ყავლაშვილს კი თავის სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და სხვისი ქონების დაზიანებაში. რაც ეხება დაანჩენ ორ დაკავებულს შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს, მათ აღმკვეთ ღონისძიებას სასამართლო უკვე ხვალ შეუფარდებს. გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე შუამდგომლობით გამოვიდა დაცვის მხარე და მან აღკვეთ ღონისძიებად გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლე დავით ჯუღელმა მათი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ჩვენ ამ წუთებში ველოდებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატების გამოსვლას, რომლებიც შეაფასებენ უკვე მოსამართლის გადაწყვეტილებას და ამ შეფასებებს ჩვენ გამოშვების მიმდინარეობის პროცესში შემოგთავაზებთ. მომდევნო სხდომა 8 დეკემბერს ჩაინიშნა. დიდი მადლობა. ბრანცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მთავარი პროკურატურა კი დაჭავებული მაღალჩინოსნების ახალ ჩვენებებს არტახნებს. ჩვენებებში საუბარია ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესით სურმავას დადაბირების დეტალებზე. დოკუმენტში საუბარია იმაზე, როგორი იყო სურმავას დადაბირების თემა. გარდა ამისა, ჩვენებაში აღნიშნულია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დავალებით სხვადასხვა დროს დაჭეთებულ ოპოზიციის ლიდერების ფარულ ჩანაწერებზე სურმავას უნდა ეთქვა, რომ ეს ჩანაწერები მან ბიძინა ივანიშვილის დავალებით რააკეთა. ჩვენებაში მითითებულია ისიც, რომ თავად ბესით სურმავას გამოსვა და ჩანაწერების შესახებ საუბარი შოთა ხიზანიშვილის ორგანიზებული იყო. ჩართობა თუ არა ინტერპოლი დათაახალა ეს დაჭავების საქმეში მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ქართული მხარე ინტერპოლს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ სასამართლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს აღკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს. ვინაიდან ახალაია საქართველოში არ იმყოფება, მას ბრალს სავარაუდოდ ორშაბათს დაუსრებლად წაუყენებენ. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში გააკეთა ის, რადგან მთავარი კითხვის სტუმარი იყო. არჩილ ყბელაშვილის თქმით, მოწმეები ჩვენებებში ახათ მეუთითებენ, რომ გარკვეული ქმედებები ახალაიას უშუალო დავალებით და მონაწილეობით ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ეპიზოდი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას ეხება. გარდა ამისა, მისი ბრალეულობა იკვეთება ივანიშვილის დაცვის წევრის ბესით სურმავას დადაბირებაშიც. გამომძიებელთა მიერ, პროკურატურის მიერ უფრო სწორად, უახლოეს დროში, ალბათ ორშაბათისთვის ბრალი იქნება წაყენებული დათა ახალაიასათვის დაუსწრებლად. სასამართლოს მიემართება აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში უკვე ეს სასამართლოს გადაწყვეტილება მთავარი პროკურატურის მიერ ჩაერთვება ინტერპოლით საძიებ პირთა ქსელში და შესაბამისად ასეთი პირის ძებნა მოხდება ინტერპოლის მიერ. იყო თუ არა დაჭავების დროს ზეწოლა გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსი თენგიზ გუნავას ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ. გიორგი ონიანის მტკიცებით დაჭავების შემდეგ გუნავას იწულებით მიაღებინეს ნარკოტიკული საშუალება. ადვოკატები პროკურატურისგან თენგიზ გუნავაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ. შეგახსენებთ, გუნავას სამართალდამცველებმა გუშინ დააჭავეს, მას ბრალად ედება იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა და დარება. როგორც დაკავებული აცხადებს, მას ჩაუდეს იარაღი, თავზე ჩამოაცვეს ნიღაბი და წაიყვანეს ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შენობაში ორთაჭალაში, მე-7 სართულზე. სადაც გამოცხადეს, რომ უნდა დაელია წყალი, რაზეც მან უარი განაცხადა, ამოიღეს ნემსი და უთხრეს, რომ თუ წყალს არ დალევდა, მას გაუკეთებდნენ ამ ნემს, რის შემდეგაც იძულებული გახდა, რომ ეს წყალი დაელია. არის დანაშაული მომხდარი, სამოხელეო დანაშაული, ჩვენ აღნიშნული შესახებ ვაპირებთ შევიტანოთ საჩივარი და ალბათ დაიწყება გამოძიება.
მთავარ პროკურატურას განცხადებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლებიც მიმართავენ. მათ სურს პროკურატურა 2004 წელს მათი სამსახურიდან გათავისუფლების დეტალებით დაინტერესდეს. პირველი არხის ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოგებული აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელი ხელმძღვანელობა, სამსახურში მათ აღძრენაზე მაინც უარს აცხადებს. პირველი არხის ყოფილმა ჟურნალისტებმა შემოიტანეთ განცხადება პროკურატურაში, გადაიხედოს საქმე 2008 წლისა, რომელიც ეხება 2004 წელს უკანონოდ დათხოვილ თანამშრომლებს, რომლებმაც 2008 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით გაიმარჯვეს, დაკმაყოფილდა ჩვენი სარჩელი იმის თაობაზე, რასაც ვამტკიცებდი და ვითხოვდით ბათილად ეცნოთ ბრძანებები ჩვენი გათავისუფლების თაობაზე, დაკმაყოფილდა 2008 წელში და მითითებული იქნა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ხელმძღვანელობისადმი, რომ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები ბათილად ეცნოთ ბრძანებები გათავისუფლების თაობაზე. ქართულ მეზღვაურთა კიდევ ერთი ეკიპაჟი შველა სითხოს ნიგერიული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ მარია დელ კარმენ 2-12 ქართველი მეზღვაური პანამის არხში 3 თვეა ნავსადრურიდან 5 კილომეტრის დაშორებით ზღვაში იმყოფება. მეზღვაურებს მხოლოდ 3 დღის საკვები დარჩათ საწვავის უქმნელობის გამოგემზე უკვე მეორე დღეა გამოირთო შუქი არ მუშაობს მაცივარი და გენერატორები. მალე კი შესაძლოა სატელეფონო კავშირით შეწყდეს. დღეს დილით რემის ეკიპაჟმა მეცხრე არს ცოტა ხნის წინ გადაღებული ფოტოები გამოუგზავნა, თუმცა დენის დათიშვის გამო შესაძლოა მათ ჩვენთან დაკონტაქტება უკვე აღარ მოახერხონ. კაპიტნის ქართველმა თანაშემწემ გიორგი ჯანელიძემ დეტალურად გვიამბა, როგორ აღმოჩნდნენ ასეთ მძიმე ვითარებაში ქართველი მეზღვაურები. გემი ეკვადორიდან ნიგერიაში მიდიოდა. ნიგერიელმა მეპატრონემ დაზიანებული გემი ცოტა ხნის წინ მიატოვა, მან უარი თქვა გემის დარემონტებაზე და დაქირავებულ ქართველ მეზღვაურებთან კონტაქტი საერთოდ შეწყვიტა. რაც შეეხება თავად მეზღვაურებს, ეკიპაჟის 12-ვე წევრი ბათუმელია, ნიგერიულ გემზე სამუშაოდ ისინი სანაოსნო კომპანია ფრედატმა მოაწყო. ტანკერი მარია დელ კარმენ 2 ამჟამად პანამის სარეიდო სადრომზე პორტ ბალმოასთან იმყოფება. ძალიან სპირობებში ვართ, უშუქოთ ვართ, საწვავის არა გვაქვს. თავისთავად საკვები გავითავდა, თვალიც ვითავდება ხვალ მაქსიმუმ ხვალ ამის გევიტავ თავს. მოვდიოდით ეკვადორში ვიდექით ჩვენ რეისი გქონდა ეკვადორიდან ნიგერიაში პანამის არხით უნდა გაგვევიო. ვარ და პანამაში ვარ, თუმცა 3 თვე შემისრულდება 8 დღეში. 12 ქართველი ვარ და 4 ნიგერიელი. სულ 16 ვართ. ჩვენი ნიგერიელი ოპერები საერთოდ ვიბლოკავენ ემეილებს, უგზავნით წერილებს. ფილიპ გორდონის ვიზიტის მეორე დღე თბილისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადრილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დღეს დილით საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მათი საუბრის ძირითადი ნაწილი რუსეთის საკითხზე მსჯელობას დაეთმო. შეხვედრას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ ბაბაშიძეც ესწრებოდა. ფილიპ გორდონი თავდაცვის მინისტრს შეხვდა მხარეებმა ამერიკას საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივასა და ავღანეთში ISAF-ის საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრეს. ალასანიას განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება შეერთებული შტატების სანდო პარტნიორად და მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოებაში. შეხვედრაზე ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან. თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა. შეხვედრა პრემიერთან და ბრიტანელი კოლეგის მილოცვა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ბრიტანელი კოლეგა გაულოცავს. ინგლისის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯუდით როფი ივანიშვილს ეწვია. დევიდ კამერონის მისალოცი წერილი ივანიშვილს მან პირადად გადასცა. Desire to work with you going forward, and I very much hope at some point. ხმაური იყო დღეს ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს დილიდან ვაჭრობის საშუალება არ მისცეს. როგორც ისინი ყვებიან, რამდენიმე პოლიციელმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გარევაჭრობა თბილისის რამდენიმე უბანში, ძირითადად მეტროს სადრურების მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. გარემოვაჭრეების გამოჩენა რამდენჯერმე გააპროტესტეს ბაზრობის მოვაჭრეებმაც, რომლებიც გარევაჭრობის აკრძალვას ან ბაზრობაზე გადასახადების შემცირებას ითხოვენ. გარევაჭრობა ამ დროისათვის შეუფერხებლად მიმდინარეობს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბაზრობის მოვაჭრეებმა რამდენიმე კვირის წინ გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გზაც კი გადაკეტეს.
ჩამოგვარდით ინტერვიუ. აქამდე მერიის ყაჩაღების ზედამხედველობის სამსახური გვჭამდა, გვართმევდა, გვაყაჩაღებდა, გვანადგურებდა. ეხლა ბაზრობის ხალხი აკეზიანებს ამ პოლიციელებს, არ ვიცი ხელფაფულზებს უგროვებენ რა ხდება, ვერ ხვდებით, მარტო დღეს არის ესე და გუშინ არ იყო. ხო და აალაგეთ, არ წაიღოთ, გვაგინებენ, გულანძღავენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ. ბავშვს ჩაი გონდა ცხელი, დუღარი გადმოასხა ბავშვზე. მერე ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაგენა პატრულმა თქვენი დედები და რაღაცები. ეხლა დამალეს, არ არის. აი დგანან გვერდზე, ვიტომ არ იცნობენ. მაგრამ მე აი სამი პატრულის მანქანა დგას, სამივე ნომრი აღებული მაქვს. ისე არ დავტოვებ, ფორმა მაგას არ ეცმევა. ჩვენ გვინდა რომ გაგვიშვან ჩვენ ახალ წლამდე რომ ვივაჭროთ სანამ ეს წესები მორიგდებით რაღაცა იქით პრობლემები რომ მობილი ბანკები რო შევიტანო და რაღაცები ძალიან გქონდ რომ შეგიშვათ აქ ახალ წლამდე ლელა დაფრინდაშვილის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება 20 ნოემბრისთვის გადადო პროფესორი ლელა დაფრინდაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონკურსო კომისიის მიერ მიღებულ დასვენას აპროტესტებს. დაფრინდაშვილის განცხადებით კონკურსი არაობიექტურად იქნა ჩატარებული და იგი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ჩემი სარჩელი უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა ზაფხულში ჩატარებულ კონკურსს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ჩვენ წარვადგინეთ ყველა საბუთი იმის დასამტკიცებლად, რომ კონკურსი არაობიექტურად იქნა ჩატარებული და მე როგორც ვაფასებ, ეს იყო პოლიტიკური დევნა. გავიარეთ პროცესის ყველა ეტაპი და სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო 30 ნოემბრისთვის, შესაბამისად იმედი მაქვს, რომ 30 ნოემბერს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. პატიმართა საქმეებს სპეციალურად შექმნილი სტრუქტურა განიხილავს სასტუმრო რედისონში მართლმსაჯულების დამჭირვალობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართა მონაწილეებმა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დაზარალებულთა უფლებების დაცვისა და სისხლის სამართალში ამნისტიისა და შეწყალების საკითხებზე იმშელეს. ცნობილია, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველი საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ორშაბათს გაიმართება. კანონპროექტის სასესიო განხილვისთვის მომავალ კვირაში მომზადება. პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ კი დაზუსტება მუხლები და კორექტირება შევა კანონპროექტში, რის შემდეგაც ცნობილი გახდება დაახლოებით რამდენ მსჯავრდებულს შეეხება ამნისტია. იმ შემთხვევებში, როდესაც არის ძალიან მაღალი დასაბუთებული ეჭვი, ალბათობა იმისა, რომ სასამართლო განაჩენები დაემყარა არასწორმტკიცებულებებს, ან ადგილი ჰქონდა ზეწოლას მოსამართლეზე და ამის შედეგად ადამიანები არიან საპატიმრო ადგილებში, რა მექანიზმებით შეიძლება მათი საქმეების გადასინჯვა. ძალიან ბევრი განცხადება და საჩივარია შემოსული, ძალიან ბევრი მსჯავრდებული ითხოვს გამოტანილი განაჩენის გადახედვას, ჯერჯერობით ეს საქმეები იგზავნება პროკურატურაში, თუმცა საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია შეიქმნას ახალი სტრუქტურა და სწორედ ამაზე ვმშევლობთ, რომელმაც უნდა განიხილოს ეს საქმეები, მაგრამ ამისთვის საჭიროა პირველ რიგში კანონში ცვლილების შეტანა. აეროს განვითარების პროგრამა მოხარულია მხარი დაუჭიროს დღევანდელ შეხვედრას. მსგავს წარმომადგენლობით შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს ხარვეზების გამოსასწორებლად. იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა კარგ შედეგს მოიტანს. პატიმართა მშობლები დედათა კომიტეტის თავმჯდომარის თეთევან ადამიანის წინააღმდეგ მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ადამიან, რომელიც მონიტორინგის ჯგუფის წევრია, ციხეში პატიმრების ბუნტის გამოწვევას ცდილობს, ამიტომ მისი სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში შესვლა საფრთხეს წარმოადგენს. პატიმრების ახლობლები ახალ ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე დიმიტრი ლორთრიფანიძე დაამტკიცონ წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების მოწყობას არ გამორიცხავენ. ქალბატონი ქეთი ამოიღონ მონიტორინგის ჯგუფიდან. გთხოვთ, რომ სასწრაფოდ ამოიღოთ ეს ქალბატონი მონიტორინგის ჯგუფიდან და აღარ შევიდეს აღარსად. არც ერთ ციხეზე, არც ერთ ზონაზე. იმიტომ რომ შიგნით შედის, აკეთებს განცხადებებს და შეიძლება ამას მოყვეს ბუნტი პატიმრებისგან. სამართლიანი, წესიერი, პატიოსანი ეს არის დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჩვენს ყველა მხარს უჭერთ მას და ამის შემდეგ თუ ჩვენი აზრი არ იქნება გათვალისწინებული, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვალთ ქუჩაში.
დამოუკიდებელი ახალგაზრდა აქტივისტები კონსტიტუციის 42 მუხლისგან და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან პოლიტიკური პატიმრების აღიარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ამ ორგანიზაციების მხრიდან პოლიტპატიმრების შემსწავლელ ჯგუფში მონაწილეობაზე უარისმა ხელს უშლის პოლიტიკური პატიმრების საქმეების დროულად შესწავლას და მათ გათავისუფლებას. დამოუკიდებელი ახალგაზრდა აქტივისტები ამ ორგანიზაციებს მოუწოდებენ დაეყრდნონ თბილისის ჰელსინკის ჯგუფის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულთა სიას და დაჩქარებული წესით იმუშაონ მათ რეაბილიტაციაზე. თამები იმ ფაქტს, რომ ახალი ხელისუფლება მზადაა ისაუბროს პოლიტპატიმრების ამინისტიაზე და ზოგადად ფართო ამინისტიაზე და ამას ხელს უშლის რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, სამწუხაროდ კარგად ნაკვები დასავლეთიდან და კარგად დაფინანსებული ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ დრო არ ეყოთ იმისთვის, რომ გაცნობოდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანის საქმეებს და ამიტომ ჩვენ მოვედით 42 მუხლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლიდან, რათა შევახსენოთ მათ, რომ მათ სწორედ თუ ისინი არიან უფლებადამცველები, უნდა იმუშაონ იმაზე, რომ დროულად მოხდეს აღიარება პოლიტპატიმრების. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ტურნირი ბოულინგ ცენტრალში ტურნირში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და ცნობილმა ადამიანებმა მიიღეს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საინვალიდო ეტლებში ჩასხდნენ, რათა თითოეულ მონაწილეს თანაბარ პირობებში ეთამაშა ბოულინგის ტურნირი. პროექტ არტიური ცხოვრება ჩემი სტითიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ახორციელებენ. ეს შექმნით თანაბარ პირობებს და ხმად ვჯერა რომ ჩვენი აქტიურობის შემთხვევაში ეს თანაბარი პირობები გადავამთლიანად გარემოზე. ეს თითოეული მონაწილე თამაშობს ცენტრიდან და ის ესწრება სტრაიკის მოხსნას და ეს იქნება იმის მაგალითი რომ მომავალში ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ საკუთარი უფლებების დაცვაზე. ბოულინგი როგორც დემოკრატიული სპორტი, სხვათა შორის როგორც პარაოლიმპიური სახეობა მთელ მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია და ჩვენ გვინდა ამით ხელი შეუწყოთ ერთი მხრივ აქტიური ცხოვრების და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და მეორე მხრივ რასაკვირველია საშუალება მიცოთ შეზღუდული საზოგადოების მქონე ადამიანებს გაერთონ აქტიურად. ქართულ მსახიობებს ესე ვიტყვი, დიდრები არა ვართ, რაღაც ქველმოქმედებაში ფული შავდა. თუ კი ამით შეგვიძლია დავეხმაროთ, დავჭრ ერთში დავუდგეთ და მე და ჩემი პირველი სიმამრის არის ხეიბარი და აი მინდა ეხლა უთხრა რომ მოვიდეს და ამ ხალხთან ერთად გაერთოს, იმიტომ რომ მაგარი ტიპები არიან ძალიან. ქართულთან ერთად ვებგვერდმა გადაიხადა ჯიმ მე მილიონე მომხმარებელი დააჯილდოვა იღვლიან ქალბატონს. ბანკი ქართულთან ვიზა პლატინუმის პლასტიკური ბარათი გადაეცა, რომელსაც 500 ლარია დაარიცხული. დღევანდელი დღიდან გადაიხადა ჯიმის ყოველ მე 100,000 მომხმარებელს 100 ლარი დააჯილდოებს, ასევე სხვადასხვა სიურპრიზით და საჩუქრით წაახალისებს. პროექტი კომპანია მომენტალური გადახდების გაერთიანებული სისტემისა და ბანკი ქართულს მიერ ხორციელდება. ჩვენ დავუჯილდოვეთ მე მილიონე გადამხდელი კომპანია ჩვენ ბანკმა ქართულმა გადასცა ვიზა პლატინუმ ბარათი, რომელსაც დაარიცხულია 500 ლარი. ასევე რა თქმა უნდა ვიზა პლატინუმიც მისი მოხმარების კოშაა. ბანკმა ქართულმა გადაწყვიტა გამარჯვებულ საჩუქრად გადასცეს ვიზა პლატინუმ ბარათი, მასზე დაარიცხული 500 ლარით. ხრეს რომ ვიყავი მე მილიონე გადამხდელი და ძალიან გამეხარდა. და კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულ 10 მაღალჩინოსანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებული არიან სოდისა და კუდის მაღალჩინოსნები, მათ შორის კუდის უფროსი ლევან ქარდავა, მისი მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი, პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი და კიდევ რამდენიმე სამმართველოს ხელმძღვანელი. გამოძიება სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე მიმდინარეობს. ახლა კიდევ ერთხელ საქალაქო სასამართლოდან გვანცა პაპავაძეს ვრთავთ განსაკუთრებით. სხდომათა დარბაზი სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს ადვოკატებმა, ისინი უკვე აკეთებენ მოსამართლე დავით ჯუღელის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეფასებებს. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ ადვოკატს ირაკლი ჩიკვაიძეს ჩავრთავთ. გამარჯობა ბატონო ირაკლი და თუ შეგიძლიათ გითხრათ ვინ იყვნენ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფები, აღიარებენ თუ არა ისინი დანაშაულს და რა შეფასებას მისცემდით მოსამართლის გადაწყვეტილებას? ჩემი დაცვის მყოფები არიან კვარაცხელია, ებანოიძე, ბოცვაძე და სოლომნიშვილი. ისინი მათ მიერ ჩადენილ ქმედებებს აღიარებდნენ ჯერ კიდევ მოწმის სახით დაკითხვისას. შემდეგ ბრალი წაუყენეს გუშინ საღამოს და ბრალდებული სახით ისინი არ დაკითხულან და ამდენად იქ აღიარებენ, ეთანხმებიან ბრალდებას, თუ არ ეთანხმებიან ამაზე არავითარი კომენტარი არ გაკეთებულა მათი მხრიდან. მიმაჩნია რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. რამდენადაც ჯერ კიდევ დაკავების პროცესში და აი მათი დაკითხვის პროცესში დაშვებული იქნება მთელი რიგი ისეთი საპროცესო ნორმების უხეში და არცებითი დარღვევები, რომ
მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესული ასახულიყო და უნდა ასახულიყო იმ გზით, რომ არ უნდა მოხდარიყო დაკმაყოფილება პროკურატურის შემდგომლობისა. ვინაიდან დარღვეულიყო 48 საათიანი ვადის ბრალდების სარდგენისათვის დაწესებული 48 საათიანი ვადაც და გარდა ამისა არ იყო განჩინება სასამართლოსი დაკავების თაობაზე. ვინაიდან განჩინების გარეშე დაკავება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება, როდესაც უშუალოდ დანაშაულზე წაასწრებენ, ან როდესაც იყო მიმალვაში და თვითმხილველი ამოიცნობს. და არის კიდევ ერთი ორი, მაგრამ არც ერთი საფუძველი იმისა, რომ როგორც გადაუდებელი დაკავება გაფორმებულიყო, ამისი პროკურატურას არ გააჩნდა და საკმარისი დროც ჰქონდათ განჩინების მისაღებით. დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 10-ვე დაკავებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეოფარდა. ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უსაფუძვლო იყო და ისინი გადაწყვეტილებას ორშაბათს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. დიდი მადლობა გრანცა პაპავაძე გვერდებოდა საქალაქო სასამართლოდან. 121 წელი გალაქტიონ ტაბიძის დაბადებიდან პოეტი ვანის რაიონის სოფელ ჭყვიში დაიბადა. პოეტის მამა სოფლის მღვდელიშვილის დაბადებამდე 2 თვით ადრე გარდაიცვალა. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის შემდეგ გალაქტიონი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, მერე კი თავადაც მასწავლებლობდა. მისი პირველი კრებული 1914 წელს გამოვიდა. გალაქტიონ ტაბიძე იყო ჟურნალ ნათობის ერთ-ერთი დამფუძნებელიც. ის იყო ასევე პარიზში ანტიფაშისტური მოძრაობის წევრი. პოეტების მეფემ 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სოფელ ჭყვიში პოეტის სახლ-მუზეუმში მისი საიუბილეო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება თორნიკე ხურციძე. დეტალებზე ის ისაუბრებს. თორნიკე, მოგესალმებით. დღესასწაული, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა. დღეს ვანში გალაქტიონ ტაბიძის 121 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი დღეს სწორედ ვანის რაიონის სოფელი ჭყვიშია. დღევანდელი ღონისძიებები კი დილიდანვე დაიწყო. ამ წუთებშიც მიმდინარეობს რამდენიმე ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტი. უკვე გაიმართა პოეტის ლექსების საჯარო კითხვა. აღსანიშნავია, რომ სახლ-მუზეუმის ეზოში ვანის რაიონის თითქმის ყველა სოფელს წარმოდგენილი აქვს საკუთარი ეთნოგრაფიული კუთხე, ასევე გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები. დილიდანვე იმყოფებიან ვანში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ გალაქტიონობა ყოველწლიურად სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით იმართება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა და ვისაც პოეზია უყვარს, ალბათ საქართველოს უყვარს, იმათთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე და გილოცავთ თელ საქართველოს ულოცავთ გალაქტიონის ამ უდიდეს იუბილეს და დღესასწაულს. რა თქმა უნდა, გახარებულია ყველავანელი და რამდენი გალაქტიონობა მოსულიყოს, იმდენი მშვიდობიანად და ხალისიანად შეგვახვედროს ყველა ღმერთს. ჩემს უკან კი სწორედ ის სახლია, სადაც ქართველი კლასიკოსი დაიბადა და ცხოვრობდა და დღეს ყველაზე ბევრი დამთვალიერებელი სწორედ ამ ადგილს ჰყავს. აღნიშნულ სახლს რეაბილიტაცია შარშან ჩაუტარდა. მომავალი წლიდან კი იგეგმება სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია. დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კი მაშინ დღის ბოლომდე გაგრძელდება. დიდი მადლობა. თორნიკე ხურციძე გვერდებოდა ვანიდან პირდაპირ ეთერში. გარდაბნის რაიონის სოფელ დემშვენიერას მოსახლეობა მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართა. ადგილობრივი მიწების აფრიკელ ფერმერებზე მიყიდვას აპროტესტებენ. სოფლის მოსახლეობა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან ითხოვენ შეხვედრას, რომელსაც მიწები აქვს შესყიდული, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები იქ არ გამოჩენილან. დემშვენიერა, რომლის მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას ეწევა, საძოვრების გარეშეა დარჩენილი, როგორც ადგილობრივები ამბობენ. თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მთელი სოფელი მიწების დაბრუნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს გამართავს. განვაცხადოთ რამუშობას ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის დიალოგი გაიმართა. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს ტოლერანტობის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. ჩამოვედით, შეხვდებით მოსწავლეებს რუსთავის სკოლების. რუსთავი თავისთავად საინტერესო რეგიონია, ქვემო ქართლი, მრავალფეროვანი, ეთნიკური, ბევრი ნიშნით. ხო, შესაბამისად, სწორედ აი ესეთ რეგიონებში მუშაობა მიმართულებით, ტოლერანტობის შესახებ ცოდნის, ინფორმაციის გავრცელება, მათი პირადი გამოცდილების მოსმენა, ახლებური ხედვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ეთიკის კომისიის წარმომადგენლები კახეთის რეგიონში მოღვაწე კოლეგებს თელავში შეხვდნენ. შეხვედრის თემა 25 დეკემბერს ჩანიშნული ადვოკატთა საერთო კრებაა, სადაც დღეს მათ ინფორმაცია მიაწოდეს ადვოკატთა ეთიკის 3 წევრის არჩევის საკითხთან დაკავშირებულ პროცედურაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო ჯგუფის მიერ მომზადებული ცვლილებები, რომელიც კანონში ადვოკატთა შესახებ სამომავლო განვითარებას და ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას გულისხმობს. 25 საერთო კრება არის დანიშნული, სადაც მთელი რიგი საკითხები არის. ერთ-ერთი არის ეთიკის კოდექსის, ახალი ეთიკის კოდექსის ცვლილებების შეტანა, ასევე ვაკანტური არის იმის გამო, რომ ეთიკის კომისიის რამდენიმე წევრი გადავიდა სამუშაოდ სახელმწიფო სტრუქტურებში, როგორც თქვენ ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილიც ეთიკის კომისიის ყოფილი წევრია, ასევე კახაბერ წერეთელი, რომელიც მთავარ პროკურატურაში დაინიშნა და ამ პირების უფლება მონაცვლეოდ საჭიროა არის, რომ არჩეს ახალი პირები და შესაბამისად ჩვენ თავაზობთ აღნიშნული ინფორმაცია მოვაწოდეთ ჩვენ ადვოკატთა კორპუსს. ძალიან კარგი არის ეს წინა შეხვედრები, იმიტომ რომ მოვემზადოთ ამ კრებისთვის და შესაბამისად ის საკითხები, რაც გვაინტერესებს, ისე ვთქვათ, წინასწარი კონსულტაციები იქნეს გავლილი. ადგილობრივ თვითმმართველობასთან ეფექტური თანამშრომლობა და პრობლემურ საკითხებში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ამ საკითხებზე ემშელეს თელავში სამოქალაქო გაერთიანება საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა, სადაც 6 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. შეხვედრა, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, ორგანიზაციის წევრებმა მოწვეულ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული რეკომენდაციები მისცეს, ესენი აქტიური ჯგუფების მოსაზრებების დათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვისას, ინფრასტრუქტურულ და გარემოს დაცვის საკითხებზე. ჩვენთან სამწუხაროდ ძალიან პასიური იყო აქ ამ სამოქალაქო საზოგადოება, რაც რომ მეტად გააქტიურდება, მით უფრო ეფექტური იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერი ქმედება. უახლოესი 10 წლის მანძილზე, 8 წლის მანძილზე იყო რამდენიმე მცდელობა საზოგადოების გააქტიურებისა, მათ შორის ჩვენი ვეტერანებისა, მაგრამ ყველა მცდელობა რატომღაც ჩაიშალა. იმაში ეს იყო ხელოვნური, მიზანდასახული ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა დღეისათვის იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი შეცვლილია. ღიაკარის დღეს სტეფანწმინდაში ხევს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ. ადგილობრივი სკოლის პედაგოგებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა რაიონის სასულიერო გიმნაზიაში გაიმართა. შეხვედრის მიზანი მომავალი აბიტურიენტებისთვის იმ პირობების გაცნობა იყო, რასაც სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თავაზობს. ამასთან სტუმრებმა პროექტების დესპანი, აჩქარეთ მეცნიერება და საბავშვო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრეს. ვცდილობთ, რომ მოვიაროთ ყველა რეგიონი, ყველგან მივიდეთ, ყველა მოსწავლეს ველაპარაკოთ. ამას აქვს ძალიან სერიოზული ჩვენი თვალსაზრისით მნიშვნელობა, რადგან მოსწავლეები სადაც არ უნდა იყვნენ, რომელ სკოლაში არ უნდა სწავლობდნენ, ცენტრალურში თუ პერიფერიაში, სადღაც რეგიონში, მაინც მათ უნდა ხვდეთ ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, სხვადასხვა პროფესიის შესახებ, მეცნიერების შესახებ. პირველ რიგში მათ უნდა ხვდეთ შეგრძნება, რომ ისინი მათაც ელის თბილისში. ამ წუთებში თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიის ეროვნულ გუნდს მასპინძლობს. შეხვედრა საშემოდგომო ტესტ მატჩების ფარგლებში იმართება და მასში გამარჯვებას ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იაპონელების დამარცხების შემთხვევაში ბორჯალოსნები საერთაშორისო სარაგბო თემში ახალ ეტაპზე გადასვლის განაცხადს გააკეთებენ და უფრო ძლიერ გუნდებთან თამაშის შანსს მიიღებენ და როგორია ანგარიში, ამას ნიკა ჩალათაშვილისგან შევიტყობთ ის ესწრება დღევანდელ შეხვედრას. ნიკა, გისმენთ. მოგესალმებით, მოკლედ მოგიყვებით პირველი ტაიმის შინაარს. ახლა შესვენება ჩვენმა ნაკრებმა დაიწყო შეტევებით, აშკარა უპირატესობას ფლობდა და პირველ 20 წუთში ვიტო კოლელიშვილმა თითქმის დადებული ლელო გააცუდა, როდესაც ბურთი უმისამართოდ მოისროლა და ძალიან კარგი შესაძლებლობა დაიკარგა პირველივე წუთებზე. ამის შემდეგ ჩვენი ნაკრები გადავიდა უფრო ტაქტიკურ თამაშზე. მეტოქეების შეცდომებს იყენებდა და ძირითადად კარში დარტყმებით აგროვებდა ქულებს და 9 ქულას სწორედ ესეთი დარტყმებით მერაბ კვირიკაშვილმა მოგვიპოვა. სადღაც მე-20 წუთისთვის უკვე მეტოქე ცოტა გამოსოცხლდა, თავისი თამაშის მოგვახვია თავს, ხელით სწრაფი, დინამიური და უკვე ჩვენმა ნაკრებმა დაიწყო შეცდომების დაშვება, რითაც ჯერ 6 ქულა მივეცით მეტოქეს, ბოლოს კი სულ ტაიმის ბოლოს
ლელოც გავუშვით და ახლა ანგარიში 9-13-ია ჩვენი სტუმრების სასარგებლოდ. ერთი კიდევ რაღაც მინდა შევნიშნო, მაყურებელთან დაკავშირებით ეს თამაშს ნაკლებად ეხება, როგორც ჩანს ჯერ არ არის იმხელა ინტერესი რაგბის მიმართ, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ტრიბუნების ანახევროდ ცარიელია, არ არის იმდენი ხალხი მოსული, რამდენსაც ეს მატჩი იმსახურებს, იმიტომ რომ იაპონიის ნაკრები აშკარად ძალიან მაღალი დონის გუნდია. იმედი ვიქონიოთ, რომ მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები თამაშს გამოასწორებს, უფრო ინიციატივით და უფრო აგრესიული ითამაშებს და ამ თამაშს მოვიდებთ. დიდი მადლობა ჩვენ წარმატებებს უსურვებთ ქართველ მორაგბეებს. ნიტა ჩალათაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. 5 წელი როდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან წლისთავთან დაკავშირებით სამეფო უბნის თეატრში დღეს თბილისური პრემიერა გაიმართება, სადაც თუშეთის სახალხო თეატრის მიერ დაადგმულ სპექტაკლს მაყურებელი პირველად იხილავს. როდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს თუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. იგი მრავალი ფილმის ავტორი და რეჟისორია. მწერლისა და რეჟისორის ფილმებს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები, რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი. როდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა. შემინახე დედაო მიწავ. სპექტაკლი გულუბრყულო ადამიანზე, რომელიც ღმერთს ეძებს და სჯერა რომ ის სადღაც ადამიანებს შორის არის. თუშეთის კულტურის სახლში გოდერძი ჩოხელის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი დაიდგა. მწერლის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ხელი შეგვეწყო ახმარებიან ადამიანები, რომ თუშეთის სახალხო თეატრი უფრო ფართოდ იყოს ნაჩვენები თბილისის მაყურებელმაც ნახოს. პირველი სპექტაკლი, ასე რომ ვთქვათ, გოდერძი ჩოხელის ნაწარმოები საერთოდ არ დადგმულა როგორც სპექტაკლის სახით, პირველად დაიდგა. და პირველად დაიდგა თუშეთის სახალხო თეატრში. ჩემი როლი კიდე ისეთი ადამიანის როლია, რომ ერთ-ერთი გულუბრყულო ადამიანია, რომელსაც ყველაფრის ჯერა. ყველანაირ ტყუილის რო ატყუება, ყველაფრის ჯერა და ბოლოს კიდევ ითავებს, რომ ღმერთსაც კი ეძებს. გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მცხეთაში სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში მდებარე მწერლის საფლავიც მოინახულეს. მათ შორის იყო რეჟისორი მარიამ ადამაშვილი, გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გადაღებული ფილმის „ცასწავალას“ ავტორი. ეს ფილმი გაგზავნილი მქონდა ბათუმში, წმინდა ანდრიას ჯვარის ფესტივალზე, სადაც აიღო სიგელ გუჯარი სპეციალური медаლი. უყვარდა, როდესაც მეორე ადამიანი, ვისაც აკითხებდა, მასში მეორე ადამიანის სახეზე ამოიკითხავდა იმას, თუ როგორ წაიკითხა მან და როგორ მიიღო ეს დაწერილი. გოდერძი ოცნებობდა აი დღევანდელ საქართველოზე. აი დღეს რა პოლიტიკური ვითარებაცაა და როგორც საზოგადოებრივი ვითარებაა. აი ამ საქართველოზე ოცნებობდა. ეს ძალიან მძიმე დღეა ჩვენთვის. მაგრამ მეორე მხრივ შვება იმითი, რომ აი აქ სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში მოვდივართ, ვიკრიბებით ხოლმე გოდერძისთან და ჩვენთან ერთად არის ნამდვილად გოდერძი ამ დროს ვგრძნობთ. სპექტაკლის თბილისური პრემიერა დღეს 6 საათზე სამეფო უბნის თეატრში შედგება. საღამოს საქველმოქმედო იქნება. თანხა გოდერძი ჩოხელის სახელობის მუზეუმის დაარსებისთვის შეგროვდება. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. ეთერში ზუსტად 6 საათზე გავბრუნდებით. დაგვალოდეთ.